გულწრფელად რომ გითხრათ, გამწვიფრდი, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის კომენტარის შესახებ შემატყობინეს. მან შუა და ერეფნის ხელშეწყობის მიზნით აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე სომხეთსა და თურქეთს შორის საწყლების გახსნაზე ისაუბრა. ძალიან უცნაურია, ვინაიდან ეს დერეფანი არსებობს და სომხეთი მასში არანაირ როლს არ ასრულებს. სომხეთთან მიმართებაში ევროპელი ბიუროკრატების გრძნობების გვესმის, თუმცა რუკის იგნორირება არ შეიძლება. ჩვენ საქართველო და აზერბაიჯანი უზრუნველყოფთ იმ ობიექტებით, რომლებიც დღეს ევროპელებს ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციაში ეხმარება. საქართველოს საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის საზღვაო პორტები ამ ყველაფერს იგნორირებას უკეთებენ. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხოლოდ თურქეთსა და სომხეთს, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საწყლების გახსნაზე ისაუბრა. საქართველოზე კი ერთი სიტყვაც არ უთქვამს. თითქოს საქართველო არ არსებობს. ეს უსამართლობაა. და ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესებთან დაკავშირებით დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს კოლონიალისტების ქცევაა, მათ სურთ ქართველი ხალხის სურვილს საკუთარი კოლონიალური წარსული პრიზმიდან შეხედონ. ეს კი სრულიად მიუღებელია. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. ეს იცის საქართველოს მთავრობამაც და საქართველოს შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა.